ბატონო, გითხარით, ვინ დარჩება მარტო ამ გადამწყვეტ კრიტიკულ მომენტში სუპერ ბლიცის სათამაშოდ? ვინ იქნება თქვენი გუნდის გიორგი ბაქრაძე? ნიკო ნერგაძე დარჩება. ნიკო ნერგაძე. ხება მარტო. ხოლო მთელი გუნდი ინაცვლებს გონგის მიმდებარე ტერიტორიაზე. სუპერ ბლიცის ავტორია თამილ აფაკიძე ბიოქიმიკოსი თბილისიდან. მას ეკუთვნის სამივე შეკითხვა. შეკითხვები ეხება თანამედროვეობის ცნობილ ვარსკვლავურ წყვილებს. მე დაგისვამ შეკითხვას, თქვენ უნდა დაასახელოთ ცნობილი წყვილი, ქალიც და მამაკაციც. შეკითხვა პირველი. დიდი ბედნიერი ოჯახი. ამ სათაურით გამოვიდა 2011 წელს ჟურნალ People-ის ერთ-ერთი ნომერი, რომლის გარეკანზეც ცნობილ წყვილთან ერთად 4 სხვადასხვა ეთნოსის ბავშვი იყო გამოსახული. დაასახელეთ ეს წყვილი. დრო. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი. ავხედოთ მონიტორს. ეს სწორი პასუხია. ბრედ პიტ და ანჯელინა ჯოლის ყავთ კამბოჯელი, ეთიოპიელი, ნამიბიელი ბავშვები აყვანილი პლუს. ჩემი წყვილების ცოდნა ეხონა. ბატონ ნიკო. ციტატა. ყველა ქალი ვერ გაბედავდა გილიოტინაზე დაწოლას, თუმცა როცა მე ეს პირველად შევთავაზე, ის სიამოვნებით დამთანხმდა. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ წყვილი, რომელზეც საუბარია ამ ციტატაში. მამაკაცი ამბობს მანდილოსანზე. დრო. ისმენთ ბატონ ნიკო? შეგიძლიათ შეკითხვა გამეოროთ. მამაკაცმა თქვა მანდილოსანზე, ყველა ქალი ვერ გაბედავდა გილიოტინაზე დაწოლას, თუმცა როცა მე ეს პირველად შევთავაზე, ის სიამოვნებით დამთანხმდა. რა ქვიათ იმათ კაცო? სწრაფად. განგსტერების წყვილი რო იყო ეგენი არიან, არ მოვიწყოთ ამ სახელი. რა ქვიათ? მისტერ და მისის სმითი? არა, ნამდვილად არსებულები თანამედროვეობას საუბარი. თქვენ ამბობთ, ბონი კლაიდი და ბონი და კლაიდი ვიგულისხმობ. ბონი და კლაიდი. ნუ არა მაქვს სხვა ვერსია. ხო, მაგრამ თანამედროვეობის წყვილების საუბარი. აი, თქვენმა გუნდმა აშკარად იცის. ვინ არიან? ყურადღება, სწორი პასუხი. მამაკაცს ერქვა დევიდ კოპერფილდი. ხოლო მანდილსონს კლაუდია შიფერი. საუბარი იყო ცნობილ ილუზიონისტზე და მის ცნობილ სუპერმოდელ საცოლეზე. თამილ აფაკიძე თბილისიდან მიიღებს 500 ლარს, რომელიც მას შეერიცხება VTV ბანკის ბარათზე. ანგარიში კი გათანაბრდა. 5-5 გახდა.